არ შუქი არა გაქვთ. რატო შუქი გადაჭრილი გაქვთ? ო, დავალიანი, აი ესეა, ბევრია, გეშინი. ცოტა ხანი გაუძლოთ. თქვენ პენსიაც უნდა გქონდეთ იმდენი, რომ თქვენი თავს გადაიხადოთ და არც ამდენი არ უნდა იყოს ეს დამახსჩობელი გადასახადები რა. ბავშვი ვერ გამომყავს გარეთ. ისეთი გზარი, რომ ეტლი შეიძლება გადამივარდეს ბავშვი და არ ვიცი, როდის გაკეთდება. სანამ არჩევნები იქნება, მანამდე უნდა გაკეთდეს, თორემ მე აქ არავინ არაფერს აღარ გააკეთებს. Ну აი რა უნდა ვთქვა, აქ უკვე კომენტარი მე მგონი ზედმეტია, რასაც ვხედავთ, ხო? მე მგონი თქვენც კარგად ხედავთ, აგერა გადამღები ჯგუფია და ხედავს. ერთადერთი გასაჭირი ის არის პირველი და უმთავრესია ეს გზები. 27-28 წელი აქ ვცხოვრობ და მე ეს გზა არასდროს გაკეთებული არ მინახია. კი არ უნდა დაგეხმაროთ. მე ვალდებული უნდა ვიყო, რომ გავაკეთო ისა. და თქვენ უნდა მოითხოვოთ. აი ესეთი ურთიერთობა გვექნება მე და თქვენ. და არა ის რომ შენი ჭირი მე გთხოვ რა გამიკეთე, რას ამთხოვთ. კი არ რომ მოვედი აქა, ესე იგი უნდა გავაკეთო და დამთავრებული ამბავია. მეტრომშენის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით ამოვედი აქ და რა ხდება? აი ესეთი მიუსაფარი გზა აქ ქონდა კიდეც მე შეხვედრა ჩატარებული. ხლა ესე ხდება ხოლმე, სადაც მივდივარ, მე უკან მომყვება ნაციონალების კანდიდატი და მე მერია და აკეთებენ რაღაცას შტაბ-ჭრილებისთვის, მაგრამ მოვა 1 ოქტომბერი, მე მათ წამს და აი ყველა ესეთი სულისკვეთებაა და ყველაფერი ეს შეიცვლება, რა თქმა უნდა, რადიკალურად და ადამიანურ ცხოვრებას დავიწყებთ. ადამიანურ ცხოვრებას შედის, რა თქმა უნდა, აი ეს ყველა ავარიული მდგომარეობა, რაც არის და ასევე რაც აგვაქვს ჩვენ პრიორიტეტი, ეს არის დასაქმება, ეს არის აუცილებლად ჯანმრთელობის პაკეტი, ეს იქნება პენსიების გაზრდა და განათლება ბავშვებზე და აი ეს და კიდე რასაკვირველია პირადი რაღაც პრობლემები, რომელიც რა თქმა უნდა კანონიერია და სამართლიანი იქნება. უსამართლოს ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ.